რეკლამის შემდეგ უბრუნდებით საინტერესო საუბარს. შემქმნელები. ხო. შალო მე ასე მიტყოდი რომ ერთი დეტალი არის ძალიან მნიშვნელოვანი რა რომ ევროპას დაკარგული აქვს რეალობის შეგრძნება. ანუ ისინი საერთოდ ვერ ხვდებიან რა ხდება მაგალითად საქართველოში, ვინ არის მათი დასახდენი. იცი რა არის მათ აქცენტი გააკეთეს სამოქალაქო საზოგადოებაზე, NGO სექტორზე და ისიც გამოეპარათ რომ ეს ქართული NGO სექტორი არის აბსოლუტურად ძალიან კორუმპირებული და ძალიან არაეფექტური სისტემა. ანუ ესენი არიან, ანუ ხო არა, იმიტომ რომ მე მახსოვს რა რომ ერთი ჩემი ნაცნობია რომელიც NGO სექტორშია ჩემი რა უკრისაც და იმისაც ნაცნობია როდესაც ანუ ეს კანონზე ლაპარაკი დაიწყო აი ტიპი გაგიჟდა რა ანუ რაღაცა უცებ წახუშალა ყველა და ანუ აღმოაჩინეთ რომ ადამიანთა რომელთა რაღაც ნაცნობია გაკავშირებდა თურმე გვიმტრია რა და მე რო ვფიქრობდი და მე გამახსენდა რომ აი ტიპის ერთადერთი აზრი იყო მეუბნებოდა რომ აი ხა მე მაღალმთიანიდან ვარ და მინდა რომ აი ბევრი ბინა ვიყიდო და მე ხელი მოგიმართვა ჩვენ ხარჯზე არა საქართველოს დაღუპვის ხარჯზე და უცებ მივხვდი რომ ანუ მისთვის ეს აღქმული იყო რომ აი ჩვენ აი მას შეუწყვიტეთ რაღაცა პოტენციურად გადავუჭერით რაღაცა მისი ცხოვრების საარსებო წყარო და თან რა იცი რომ მათ ქონდა ეს მორალური უპირატესობის შეგრძნება რომ კი მართალია ევროპა მას ფულს უხდის და ის არ ფიქრობდა რისთვის უხდიდა მათ ფულს იმიტომ რომ მართლა ეგრეა რომ დააჯერეს ეს ხალხი რომ ისინი ემსახურებოდნენ რაღაც გენიალურ დიადიდებს და ეხლა უკვე ჩანს რომ ეს იდეებით აბსოლუტური სისულელეა და ეს ხალხს ამ ხალხსაც არაფერი არ შეუძლია ხა ჩვენ ხო ვიცით რომ აი ხედავთ ხო რაც ხდება საქართველოში BBC-ს მე წარმომიდგენია მართლა გულწრფელად ეხება ამ ტელევიზიაში მე 6 წელია დაიწყო მე წარმომიდგენია 5 წლის წინ რომ ეს ამბავი ყოფილიყო როგორი ტრაგედია გვექნებოდა თელერს მართლა აი ჯერ ხო აი მიუხედავად იმისა რომ შეიძლება და საერთოდ არავინ არ იქნებოდა ხო მთავრობიდან კავშირში ხო გადადგებოდა მთელი მთავრობა და რომ აი როგორ გვითხრეს ეგეთი რაღაცა აი თუნდაც მოიგონებიათ ეს რაღაცა იმიტომ რომ ეს იქნებოდა რაღაც ჩვენი თვითშეფასების ტრაგედია და ერთი არის კიდე ამ ყველაფერმა იცით რა მოიტანა რომ საქართველოში ჩვენ უკვე გავიგეთ რომ ევროპაც იტყუება. არა, ნახე რომ BBC-ც იტყუება. ხო. რომ CNN-იც იტყუება. ანუ თან იტყუება, როგორ იცი, პირდაპირ იტყუება, იმიტომ რომ ახლა წარმოიდგინეთ რომ BBC-ს ერთ-ერთი წყარო არის ქართველი ექიმი, რომლის მამა არის რაღაც მიშაზე უზომოდ შეყორებული და მე თვითონაც ეგეთია, რომელიც დადის რაღაც უკრაინის ამ კორუმპირებული სამხედრო, ანუ ხვდებით ხო რომ ეს არის ხალხი, რომელიც არის ოფიციალური სექტა. მახსოვს რადიო ასხოთის დროს გავაკეთეთ რამდენიმე არტი მოამბეზე, შევანაძის დროს. ეგეთი არტი იყო ესეთი რომ მოამბე დაიჭირეს და ტრის ესე იგი ერთ-ერთი ჯარის ნაწილის რომელიღაც ჯარისკაცი მოამბე დაიჭირეს და აბა მითხარი მოამბე გინდოდა სად არის თქვენი დამხმარე ჯარი ჩასაბრებული და მე ვასახელებდი მოამბეს და ნაწამები ხმით დინარის მიღმა ჭანჭროში და ამ დროს სიჩვენა მოამბე იტყუება მოამბე იტყუება რადიო ასხოთი ხო ეს არის კლასიკური კერპების მსხვერპლობა სხვათა შორის რაც კარგია სხვათა შორის ღმერთების მიმწუხრი ხო ანუ სხვათა შორის ძალიან გიბილბაგოვეს ძალიან სერიოზული თემა არის რა და ეხლა სხვათა შორის არ ვიცი ეგ საინტერესო საკითხია შეიძლება დღეს არ არის გასარჩევი მაგრამ აი ლიბერალური ღმერთების სიკვდილი როგორ აისახება პოსტმოდერნულ ან ლიტერატურაში ან ხელოვნებაში ეგ საკითხი ძალიან საინტერესო სხვათა შორის მე მზარავს წამდგენა ჩვენმა ხელოვნებამ როგორ შეიძლება ამათ არა ამიტომ თვითონ არიან უნდა აისახოს რაც უნდა მოკვდეს საკითხის მნიშვნელობასაც ვერ გაიგებენ ხო მთელი ეს პროცესი აი სხვათა შორის აი ფილმები არსებობდა პირველ ფილმში ჩარლი ჩაპლინის თამაშობდა და ეს გაზის საკითხი არის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი იმიტომ რომ
ვისაც ცოტა ისტორიული რაღაც აცოდნა გააჩნია, ან ლიტერატურის ცოდნა, ან რემარკი ვისაც აქვს საკითხული. აი უხერხულობა უნდა გაუჩნდეს ამ საკითხის. რემარკი ვისაც აქვს საკითხული ზაპატნა ფრონტზე ბესპერიმენტ. ფილმი გამოვიდა გადასარევს. უნდა გაუჩნდეს რაღაცა უხერხულობის გზნობა, იმიტომ რომ ნუ არ შეესაბამება. ეხლა დაახლოებით ეგ იგივე მე რო გითხრათ რომ საქართველოს მთავრობა მატობური ბომბი გამოიყენა იმის წინააღმდეგ, მომიტინგეების წინააღმდეგ, ხო? და მე რო თქვა რომ უბრალოდ ამერიკის მთავრობა რო ამბობს ამას. ჩემ თუთიყუშ თები ისა გაქვდა, იმიტომ რომ რადიაციის გამო, ხო? სერიოზულად რომ დავიწყოთ ამაზე საუბარი. ხომ არის რაღაცა უხერხულობა და აბსურდი, ხო? ბიჭო, აი რაღაცა კაპკა კიდე გემოვნებითაა გაკეთებული, მაგრამ ეს უგემოვნო კაპკას ის არის აბსურდის თეატრი, ხო? აბსურდის თეატრის მომენტია რა, რომ რაღაცაზე სერიოზულად ლაპარაკობთ აბსოლუტურად აბსურდულ საკითხებზე, აბსოლუტურად აბსურდულ და არც კი ეცინებთ. აი, სხვადასხვა იყო გუშინ ინგასთან გუშინწენ იყო, რომ გაგეცინებათო ის ხო თავიდან ნაკლებად დამოსიანი მაიმუნი არ მოსდაისტებოდა. გაგეთო ეს ინგა არის ჩვენი. არა, ინგავი მე რა მია. ინგოზავრი 90-იან წლების გადმონაშთი. რელიქტი მართლა მასტოდონტი. მედია მასტოდონტი, რატო მაგ სიტყვის მნიშვნელობა არის და არ გაბრაზდება რა. მედია მასტოდონტი. რას ქვია? მე სასაცილო არაფერი სასაცილო არ არის და რაც მართლა სასაცილო, კაი, არ გვინდა, კი არა თქვა. აი, ჩააჭი. ძალიან მნიშვნელოვანია. თუთიყუშის ბუმბული. როგორც ერთი იმაში გადაწყვეტი, რამდენი ბუმბული გაძა? რატო გაძა? ხო და აბსურდულობის შეგრძნება სჭირდება კულტურული კონტექსტის ცოდნა. ალბათ, კი. როდესაც არის ეს კულტურული ველური როცა. აი დაახლოებით იცი რომ აი არსებობს ჩემი საყვარელი კომიკოსი იყო ლესლი ნილსელი. მაგარი. შიშველი პისტოლეტი აქვს ეგ სამი ისა. აი ხა ბოლო არ მომეწონა. წარმოიდგინე რომ ამ ფილმს არა როგორც კომედიას. არა განიხილავდნენ როგორც რაღაც დრამას, ხო? აი ზუსტად იგივე ხარ. კარგი შუტკაა, ხო ესე. როგორც იმას და ნუ რა ვიცი იქ მართლა თელი ეს ლესნისების თავარი მომენტი ის არის რომ არიცი სერიოზულ სახედ აბსოლუტურად აბსურდულ რაღაცებს აკეთებს, ხო? და აი მაგას თუ სერიოზულად ახლა განვიხილავდეთ რომ ამდენად ეს ნაღდია და რამდენად შეიძლება რამდენად არგოს კონვენციას, რამდენად არგოს ეს კონვენციას. ეს ფილმი გოლი პისტოლეტი. ჩვენ აი დაახლოებით ეგა. რეალურად ახლა ისე რომ თქვა ამას დავწერეთ კიდეც. ანუ თვითონ ეს ლიბერალიზმის ეს სიმახინჯე რაში არის, რომ აი საჯარო სფეროს აბინძურებენ. ანუ მართლა ხა ის დისკუსია რო იყოს აი რაღაც სერიოზული ბრალდება, ხა რა თქმა უნდა, ხა პოლიტიკა ისე არა რომ სულ თავდასხმის რეჟიმში იყო, თავის დაცვა გიწევს, არგუმენტაცია გიწევს, მაგრამ არ გამომდის. ჩვენი, ანუ აი ბოლო პერიოდს თუ არ ჩავთვლით, ჩვენ ვართ აი რეალურად ხანდახან ვფიქრობ, რომ ხანდახან თეთრი ხალათებითაც რომ დავჯდეთ აქ ეთერში, არ იქნება ურიგო, იმიტომ რომ ხშირად ფსიქიატრიაზე ლექციები დავიკითხე. ჩვენ ვართ ხშირად პოლიტიკური სიგიჟის დეკონსტრუქციის დაკავებული და არა იმის რომ მაგრამ სამწუხარო ის არა პოლიტიკური ხრიკების, არა პოლიტიკური სიგიჟი. ამის უკან დგას, ვისაც ხლიკები შეუძლიათ, რომ ეს ტიპები გამოიყენოს, ხო? ოღონდ სიგიჟეს იყენებს. ანუ ეს არის და ამითი რა რეალურად საჯარო სფეროს დონე იწევს ძალიან დაბლა რა აზრით, რომ ან შენ ხო პოზიტიური დღის წესიგი ხო ბევრი ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი პოზიტიური დღის წესიგია, იგივე განათლების რეფორმა, ნარკოტიკებთან ბრძოლა, კორუფციასთან ბრძოლა, რაც აბსოლუტურად მისასალმებელია. უბრალოდ აქამდე აი ესეც იმის გადმონაშთია და მე მგონია ეს გადაწყდება თანდათან ეს თემა, რომ აი რაღაცა სიგიჟე ხა გასაგებია რომ BBC-ს მაინც ძველი წონა აქვს და გინდა თუ არ გინდა უნდა უპასუხო, მაგრამ მთლიანობაში აი ის ფაქტი რომ ვიღაცა გიჟი ხშირად გამოდის და რაღაცას მოიგონებს და ხა შეიძლება ის BBC-ს ქოლგაროადებს, ამიტომ აქ მაინც წონა, მაგრამ რაღაცას იტყვის რომ აი ეს ესე იყო და მე ამაზე ააგებენ კამპანიას, იმიტომ რომ ლიბერალებს ჯერ კიდევ აქვთ ბევრი საშუალება იქაც და აქაც და ჩვენ გვიწევთ რეალურად აი ამ რაღაცა სიგიჟეების ხილება, ანუ ცეცხლის ჩაქრობა, რომ ანუ ქარიშხალი ჭიქაში, რომ აი ეს ჭიქა დავასტაბილურო და ჩემი აზრით ეს პოზიტიური დღის წესიგი რაც უფრო მეტი და მეტი იქნება, აი ეს ქარიშხალი უფრო ყრუდ გაიჟღერდება თვით აი შუაშისტი მოსახლეობის ყურებშიც რა. წეგან ჩვენ ერთი მხარიდან შევხედეთ და თქვით რომ აი რა შეიძლება და მოხდარიყო როცა ქიმიური იარაღი გამოიყენება და ან რო გამოყენებულიყო, ხო? და მეორეც ახლა თუ დაინტერესებული ხარ და იმ სიუჟეტსაც ნახავ და თქვათ იქ მოყვანილ კვლევებსაც რაღაცა ფორმით წაიკითხავ, ცოტა უნდა დაფიქრდე და მიხვალ რეალურად დასკვნამდე, შედეგამდე. მაგრამ ეს დაფიქრება და ეგ ხო მაგათი ძლიერი მხარე არ არის არასოდეს. ამიტომ აი ორი სიტყვით შეიძლება ვთქვა, ხა თავშივე რო პოლიტიკურია მაგას რა თუნდა.
ანუ გადაცემა გაკეთებულია და ჩანს ეს მომიტინგეები რაღაცა როგორ აფრიალებენ ამერიკის დროშას, ევროკავშირის დროშას, იმას ამას და შვიდობიანი პროევროპელები და იმას რო წავდნენ რა ქვია იმას პარლამენტს ის თუ თელმა სოფლიო ნახა BBC ვერ ნახა პოლიციელებს რო პიროტექნიკას ესროდნენ და ქალაქი რო გადაწვეს ისიც ვერ ნახა და ასე შემდეგ ანუ თავშივე ჩადებული იყო აქ რო პოლიტიკური მიზანი ეხა კვლევები რას ემყარება ანუ იქ არის არაფერი ვიღაცას მართლა არ ეგონოს რომ აქ იყო კვლევა ინსაიდერი ვიღაცა ყავს ჩანებული რომელსაც მოგვაწოდა ქვეყანაში სადაც არის ტოქსიკოლოგების ჯგუფი რომლებიც არაფრით არ ჩამოვარდებიან არა იმათთან არ მისულა ტოქსიკოლოგებს იმათთან ერთი შეკითხვა არავის არ დაუსვავს რომ მაგალითად რა შეიძლებოდა გამოეწვია ან როგორ შეიძლება ასახულიყო მაგალითად ადამიანზე არ არის ხო ეგ ტოქსიკოლოგი არა ტოქსიკოლოგი არა ნახსენიკოს თერაპევტმა იმათი ის თერაპევტმა ნებირვარია ეს ოჯახი ჯგუფი მაგალითად 60-66 კაცი გამოკითხა არა უყურე კარდიოგრამები გადაუღო კარდიოგრამები რო გადაუღო კარდიოგრამაში თუ რაღაცა ცვლილება მაგალითად 300 კაცს გადაუღე კარდიოგრამა და 60 მომეწონა აქედან საჩემოთ და ეს დავაფიქსირე. კაი თქვა თავიდანაც რომ იქ რაღაცა ეს კბილი შეწრიალებულია, შემოწრიალებულია და ამას შეიძლება ეს გამოეწვია და რაღაცა, ну, თუნდაც მაშინვე დაიწყეს გავანებოთ ამას თავი რა. უყურე ნორმალური კვლევა, რასაც ქვია, აი შეიძლება ადამიანმა არაფერი არ იცოდე. იმაზე დუნიაზე არაფერი გაგეგოს და წაგეკითხოს. ადამიანს, რომელსაც მაგალითად არის 60 წლის, გამოიკლევდა ამბობ რომ ამას ისეთი ცვლილება კარდიოგრამაში რომ ეს შეიძლება გამოეწვია მაგალითად რაღაცა ქიმიურ იარაღს ამას და ამას შედალოცილო ისტორია ხომ აიცნონა ხო საავადმყოფოში იქნება 10 წლის წინ მე რა 20 წელია წნევებს ვატარებ და ასე შემდეგ ახლა დღეს რო ვიღაცამ კარდიოგრამა გადამიღოს და თქვას ხო თქვას მე რომ ის რა ქვია გადაცემის მერე მაღალი წნევა მაქვს ხომ ისე ნერვიულობ რო ამათი დამსახურები რო გადამიღონ და თქვა რომ ეს მოწამლულია და აი ეს ამ დონეზე ჩატარდა არც ერთის ისტორია არ არის შესწავლილი და არავინ არ არის მოკითხული რომ მაგალითად 2024 წლის იანვარ-დეკემბერში ხომ არ მიმართა საავადმყოფოს წეღარაზეც ვისაუბრეთ არც მიმართული აქვს არც ისტორიები არ არის შესწავლილი უბრალოდ რომელიღაცა თვეში 3 თვის მერე თუ 5 თვის მერე გაუსინჯეს წნევა გაუკეთეს კარდიოგრამა ანეხლა და ეს არის სულ ქიმიური იარაღისთვის გამოყენებული დასკვნაში აბა რასი კვალი არ არის ეს არის და ეს ეხლა რაც თავარია წეგან ამბობდი რომ აგერ არის უკვე ისედაც ყველა ძალიან კარგად ვიცოდით და მილიონჯერ გამოქვეყნდა როგორ მუშაობდნენ ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები ანუ როგორ არიან მიბმულები არც ერთ შემთხვევაში დასავლელ პარტნიორებს სპეცსამსახურებთან არიან მიბმულები აგერ გამოაშკარავდა და აგერ გაუშვებთ ჩვენ ეკრანზე და ნახავს მოსახლეობა რა განაცხადა 2 დღის წინ ამერიკელმა ლოურენს უილკინსონმა ეს პიროვნება აცხადებს რომ ჩვენ ამერიკელები როგორ მუშაობდითო 2005 როგორ მუშაობდითო მოვისყიდით ხოლმე საინფორმაციო საშუალებებს ეს ხო გაზეთი გაზეთის რედაქტორი არა სანამ მთავრობამდე მივიდოდა გაზეთის რედაქტორები ტელევიზიები მათ ვაფინანსებდით ასევე ჩვენი აგენტების მეშვეობით ვაშტერებდითო პირდაპირ გამოთქმა იყო არასამთავრობო ორგანიზაციებს ხშირ შემთხვევაში აგენტებიც ყავდა ჩანერგილები ასევე ჩვენ თვითონ ვაკომპლექტებდით ხოლმე მთავრობებს ფულს ვუხდიდით ვაძლევდით და იმათი ამოცანა იყო მოეხდინათ ხალხზე ზემოქმედება და არა რუსეთს ყველაფერი გახსენდებათ 2005 წელს ლაპარაკობს ეს კაცი არა რუსეთს და ლიბერალური დემოკრატია არის თავარი რა თქმა უნდა კითხვაზეო მე ჩემთვის ხშირად უკითხავთო რომ ისეთმა ქვეყნებმა როგორიც არის მაგალითად უკრაინაო საქართველოში ეგრე ვაკეთებდითო და დღესაც ეგრე აკეთებენო არანაირი ცვლილებები იმის მერე არ მოხდარაო ცერუმ CIA-ის აგენტებიც კი იყვნენ ჩანერგილებიო და ამ ხალხმა რატო შეიცვალაო თავის დამოკიდებულებაო და რაღაც ნეიტრალიტეტსო რატო უგანესო და რატო დაიწყეს უსებო რომ რაღაცა ხო ნატოშიო და რაღაცა ამაში ფული იყო გადახდილი ანუ ეს მიზეზი იყო იმისთვის რომ მაგალითად იმათ ეძახათო რომ ნატოში და ნატოა ჩვენი მშველელი ანუ ნატო იმიტომ არის ჩვენი მშველელი რომ ეს ყოფილიყო მანიპულაციის საშუალება ამათ ფულს აძლევენ დღესაც
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და უკვე ევროკავშირის ნახევარი იძახის, რომ ნატოში შესვლის შანსი უკრაინას თორე ხა ჩვენ აღარ ჩვენზე საერთოდ არ არის ლაპარაკი. უკრაინას აღარ აქვს, კონსენსუსი არ არსებობს და არც იარსებებს, მაგრამ ამათი მოვალეობა მაინც ხალხს უჩიჩინო, რომ იცი რა, ნატოში ამაში დიდი ფული იხდება. აგერ ფაქტები, ჩვენ ხო ფაქტების გარეშე არ ვლაპარაკობთ რა, განსაკუთრებით ვიცით რაღაც ანალიზს ვაკეთებ და ისიც ვიცი, რომ ფულის გარეშე ესენი არ მოქმედებენ. აგერ ამერიკული მხარე იმას თავი დავანებოთ, ეხა ის რაღაცები ხო გააუქმა ტრამპმა და ამერიკის ხმას ზედმიაყოლა და აგერ ამერიკის ხმას იმაშიც რა ქვია ევროპაშიც ხო ფაქტ-ჩეკერები, ამერიკის ხმა ევროპულ ქვეყნებშიც კი აუქმებს და ასე შემდეგ ხო? აგერ დაიდო შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების მასალები, აგერ ამერიკელები ადასტურებენ, რომ ტელევიზიებიც მოსყიდულია, ჩვენ რო ვლაპარაკობთ ხოლმე, რომ მაგალითად ეს ოპო ტელევიზიები წეღარო დიდი სამით ინგა გრიგოლიები და ვიღაცას ესენი არიან ჩვეულებრივი იმ სიტყვას გამოვიყენებ, რაც ის ყოფილი ჩინოსონიძეს ყიდულობდით. ესენი არიან ნაყიდი ხალხი, გაყიდულები, ჩვეულებრივად ორაბაზად გაყიდულები, რომლებმაც სამშობლო გაყიდეს და დღეს ჩვეულებრივად ჩვენ მოდიან და გველაპარაკებიან მაღალ მატერიებზე სამშობლო, ანუ აი იცი როგორი დებილები არიან, აი ხშირად ვიხსენებ ხოლმე პრემიერ-მინისტრო ეკითხებოდა ერთ-ერთი უსამშობლოთაგანი, ჩვენ რომ ევროპელი რომელიმე ქვეყნის მთავრობა გვაფინანსებსო, ისინი ჩვენს კეთილდღეობაზე ზრუნავენ. მაგარია, ხო? ეს არის არ ვიცი. მთავრობისგან ფული არ უნდა აიღოს, წიგნში უნდა შევიდეო, არ უნდა აიღოს. ჩვენ მენჯო ქართული პარლამენტიდან არ უნდა აიღოს. ხოუსგან უნდა აიღოს. NGO-ებთან დაკავშირებით როცა პრემიერმა წარდგინება გააკეთა, ედავებოდნენ რომ თქვენო რა უფლება გაქვთ რომ აქო დააფინანსოთო, მაგალითად სამთავრობო ორგანიზაციები რომ დააფინანსოს ეროვნულ თემებზე რომ იმუშავოს, თქვა თუნდაც ჯანდაცვაზე. დამშველობა აქვს. ხო და თუ გერმანიის მთავრობა გაფინანსებსო, იმასო კარგი უნდა. იმასო ჩვენი კეთილდღეობა უნდაო, ჩვენი დემოკრატიის განვითარება. ის უკვე ავათარი. ის დამთავრებულია, იმას აღარაფერი არ შეიძლება. ის პატარაა და იმას აღარაფერი არ შეიძლება. მაგრამ დიდები, ასაკით დიდები არიან. ესენი არიან ჩვეულებრივად ნაყიდი ხალხი. პირდაპირ გვეუბნებიან, ვიყიდეთ ეგენიო კაცო, ტელევიზიაც ვიყიდეთო, მთავრობაც სააკაშვილი ვიყიდეთ. ჩვენ რო ვეყიდეთ, ხო სხვა ვიჭიკჭიკები ხალხთა შორის ძალიან უნამუსობა არის თქვენი მხრიდან, რომ ერთხელ არ შემოგთავაზებთ თავაზებიათ არასოდეს. ამდენი ხანია მე. რო დიცუნლად მაინც ვარ. რაღაცნაირად რომ აი გასაგები. აგვეშვა იქ სადაც და მე საკითხია რას უზავ. მე დარწმუნებული ვარ, რომ მე ჯერა ქართველი ხალხის, აი ბევრჯერ გვითქვანს რა, რომ ნახე როგორ გადარჩა ქართველიერი, აი როგორ გადარჩა. აი ამიტომ გონიერებით ქართველების გონიერები ჩვენ ამ სიტუაციას და იდეის ერთგულება. რა თქმა უნდა, გამოძრებით წეღარ მე რაღაც პირველ მასში რა ქვია, თემაზე ცოტა ისე დავამთავრე, რომ მომემზადოთ უნდა ხალხო, კიდე შემოტევები იქნება და იქნება აუცილებლად იქნება. ესეთი შეიძლება უფრო დაბალი ხარისხის იყოს, შეიძლება უფრო მაღალი, მაგრამ ეს ჩვენ გადამტრეული გვაქვს, ჩვენ ამას დავძლებთ, როგორც ყოველთვის გამოძრებით და უფრო გავძლიერდებით. მე ესე მგონია, მეგობრებო, ჩვენ განსაზღვრებას ვასრულებთ, მომავალ შაბათს კიდევ იხილავთ და გვიხილავთ პოსტივის პირდაპირ ეთერში.